საქართველოს ღვინის სამშობლო 8000 წლოვანი ისტორია და უდიდესი სიამაყე თავისთავად. საქართველოს ტერიტორიები, რომლებიც ნიადაგიც მრავალფეროვანია და დაახლოებით 48 სხვადასხვა ნიადაგია. ამ ნიადაგზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, იმიტომ რომ 525 სახეობის და ჯიშის ყურძენი გვაქვს და ვაზი გვაქვს და აქედან წარმოებული ღვინო. ადგილ-წარმოშობა კონკრეტულად რას? ღვინის ყველა ჯიში მოდის ყველა ნიადაგზე და ყველგან, მაგრამ მთავარი არის კონკრეტულ ნიადაგზე სად ავლენს მის თვისებებს საუკეთესოდ ყოველ შემთხვევაში და დაცული ადგილ-წარმოშობაც არის ეს, რომ ნიადაგი, მასზე მოქმედი კლიმატი და იქ დარგული ვაზი, რომელიც გვაძლევს საუკეთესო მოსავალს, ზუსტად ეს არის დაცული ადგილ-წარმოშობის დასახელება და უფრო განსაკუთრებულ ხდის ღვინის ხარისხს მის ანუ ლიმიტირებული როა ეგეც ხო? საკუთრებულად ლიმიტირებული, იმიტომ რომ ეს ნიადაგები არ არის ბევრი, არ არის დიდი, არ არის ყველგან და განსაკუთრებულად ამიტომ კონკრეტულად თუნდაც ბოლნისი, ხო და ბოლნისის შემოგარენი სოფლები, რომელიც არის ბოლნისის ადგილ-წარმოშობა.